მინდა გესაუბროთ თითების დაბუჟების შესახებ. მე აღნიშნულ თემაზე ჩავწერე ვიდეო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დეტალურად მოგიყვეთ თუ რატომ ვითარდება აღნიშნული პრობლემა, რომ თქვენაც მივხვდეთ აღნიშნული პრობლემის მიზეზი. პირველი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული გვირაბის სინდრომი, რა დროსაც აღნიშნულ კარპალურ არხში, რომელიც მდებარეობს ხელის ქულზე, ხდება სიზარღვის ან ნერვიული წნულის მიჭყლეტა ანთებითი პროცესის გამო, რა დროსაც ვითარდება დაბუჟების შეგრძნება და ტკივილი ცერა თითში, საჩვენებელ თითში და შუანა თითში. მეორე დაბუჟების მიზეზი ეს არის იდაყვის არხში მიმდინარე, ანუ ეგრეთ წოდებულ ეპიკონდილარულ არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის დროს იჭყლდება ასევე ნერვი და სიზარღვი და ვითარდება ხელის ტკივილი იდაყვის სახსარში და ასევე დაბუჟება თითებში. შემდეგი დაბუჟების მიზეზი ეს არის კისერის მალთაშუა დისკის თიაქარი. რა დროსაც ხდება კისრიდან გამომავალი ნერვული წნულის მიჭყლეტა თიაქრის მიერ და ვითარდება დაბუჟება და რასაკვირველია ტკივილი, ხოლო დაბუჟება ამ დროს ვითარდება ნეკ თითში, უსახელო თითში, ასევე შუანა თითში და საჩვენებელ თითში.